მოდი ვნახოთ აი ეს ნივთიერება, რომელსაც ახლა დავარქმევთ სახელს, როგორ შეიძლება შევიდეს წყალბადის ბრომიდთან რეაქციაში. და როცა გულისხმობ როგორ შეიძლება შევიდეს, ამაში გულისხმობ ზუსტად რა მექანიზმით შევა. ის კი არა ამას პლუს ეს უდრის რაღაცას. არამედ აი დეტალურად რა ხდება ატომების და ელექტრონების დონეზე. პირველ რიგში მოდი ამას დავარქვათ სახელი. ვხედავთ რომ 5 ნახშირბადიანი ჯაჭვი გვაქვს, ესე იგი პენტ იქნება, ხო? ესე იგი. შემდეგ ორმაგი ბმა გვაქვს აქ და ორმაგი ბმის მხრიდან გადავნობრავთ, ანუ ყველაზე მალე იმ მხრიდან გადავნობრავთ, საიდანაც ყველაზე მალე მივალთ ორმაგ ბმასთან, ანუ პირველივე ნახშირბადთან არის ორმაგი ბმა, ესე იგი პენტ 1 და ნუ რადგან ორმაგი ბმა არის, ესე იგი n იქნება, ხო? პენტენი არის ეს, ამიტომ პენტ 1n ან 1 პენტენი. ახლა ეს უნდა შევიდეს წყალბადის ბრომიდთან რეაქციაში. პირველ რიგში რაზეც მინდა რომ გავამახვილოთ ყურადღება ამ წყალბადის ბრომიდთან დაკავშირებით არის რომ ბრომი არის გაცილებით უფრო ელექტროუარყოფითი ვიდრე წყალბადი. მოდი უცებ გავიხსენოთ რას ნიშნავს ეგ. ესე იგი გვაქვს აქ პერიოდული სისტემა და აი თუ დავუკვირდებით, აი აქ არის ბრომი და აი აქ არის წყალბადი და პერიოდულ სისტემაში ძალიან უცნაურად გამოვთქვი ეგ და მოდი ხელახლა ვიტყვი. და პერიოდულ სისტემაში პრინციპი არის რომ რაც უფრო მარჯვნივ და ზემოთ მივდივართ და მე მგონი უფრო მკაფიოდ შეიძლება მოდი ისევ ლურჯს გავაკეთებ. რაც უფრო მარჯვნივ და ზემოთ მივდივართ, მით უფრო იმატებს ელექტროუარყოფითობა. და ნუ მართალია წყალბადი ზემოთ არის უფრო ვიდრე ბრომი, მაგრამ რეალურად მარჯვნივ ყოფნას უფრო დიდი გავლენა აქვს ვიდრე ზემოთ ყოფნას, ამიტომ ბრომი არის გაცილებით უფრო ელექტროუარყოფითი, რაც ნიშნავს? ნიშნავს იმას, რომ მეტი უნარი აქვს ელექტრონები მიიზიდოს თავისკენ. ეხლა თან, კარგი, აღარავალ ზემოთ უბრალოდ შეგიძლიათ გადათვალოთ და ნახოთ, რომ მე-7 ჯგუფში არის ბრომი, რაც ნიშნავს იმას, რომ ექნება 7 ელექტრონი. ხო? ესე იგი, ეს დავუხატეთ, ერთი შემიძლია, აი მოდი აი გავაკეთებ. ესე იგი, 7 ელექტრონი აქვს და 1 ელექტრონი აქვს აქეთ წყალბადს. მაგრამ ბრომი არის გაცილებით უფრო ელექტროუარყოფითი, ამიტომ ამ ერთ ელექტრონსაც თავისკენ ეკაჩება, ძალიან უნდა რომ მოკლედ თვითონ კონდეს ეს ელექტრონიც და ამ ბმაშიც კი როცა არიან გარშემო რომ არაფერი არ იყოს და არაფერმა ხელი არ შეუშალოს ამათ ბმას, აი ამ ელექტრონის ელექტრონული სიმკვრივეც რაც სივრცეშია განაწილებული, უფრო არის ბრომისკენ წასული, ამიტომ ბრომს აქვს ნაწილობრივ უარყოფითი მუხტი და შედეგად წყალბადს აქვს ნაწილობრივ დადებითი მუხტი. ახლა აი რამე რომ გამოჩნდეს ისეთი, რომ წაიღოს ეს წყალბადი და მიიერთოს მაშინ ბრომი დაკმაყოფილდება იმით, რომ მიიერთებს ამ ელექტრონსაც და შეევსება, ან 8 ელექტრონამდე ავა გარშემო ელექტრონები შეევსება და ამ დროს წყალბადი, რომელსაც აქვს დადებითი მუხტი ნაწილობრივ, მიიერთებს სხვა ვიღაცის ელექტრონს. და აი აქ სწორედ შემოდის თამაშში 1 პენტენი ან პენტ 1n. ეხლა ეს არ ნიშნავს, რომ ეს ორი ნივთიერება ახლოს თუ აღმოჩნდა ერთმანეთთან, უეჭველად ეგრევე მოხდება რეაქცია. უბრალოდ, როცა ორი ნივთიერება გვაქვს, რეალურად საუბრობთ უზარმაზარ რიცხვზე მოლეკულების. და როცა უზარმაზარი რიცხვი მოლეკულების დაჯახებების რიცხვი და სწორი ენერგიით დაჯახებების რიცხვიც იზრდება და შესაბამისად სწორი კუთხით და სწორი ენერგიით თუ დაეჯახა ერთმანეთს თუ ერთმანეთთან ახლოს აღმოჩნდა ეს ორი ნივთიერება, მაშინ მოხდება ესეთი რაღაც, რომ ერთ-ერთი ნახშირბადი გადასცემს ელექტრონს, ანუ ერთ-ერთი ნახშირბადი გადასცემს თავის ელექტრონს ამ წყალბადს, გადასცემსზე უფრო მეტად გაუზიარებს არის სწორი ტერმინი, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს წყალბადი წამოვა და დაუკავშირდება რომელიმე ნახშირბადს და ამ ბრომს დატოვებს თავის 8-ვე ელექტრონთან. და მოდი სხვა ვიდეოში ვისაუბროთ იმაზე, რომლისგან უფრო ალბათური არის ელექტრონის გაზიარება. და უბრალოდ ავიღოთ ამ შემთხვევაში მარჯვენა ნახშირბადი, ანუ წარმოვიდგინოთ, რომ აი მარჯვენა ნახშირბადთან რომ არის აი ეს ელექტრონი ერთ-ერთი ბმის, ეგ ახლა ხდება ამ წყალბადის. ანუ ესე იგი ყველაფერი მოხდა სწორად იმისთვის, რომ აი ამ წყალბადს მიეღო ეს ელექტრონი. და ეგ ნიშნავს, რომ ერთდროულად ხდება ისიც, რომ ეს ელექტრონი ახლა გადაეცემა ბრომს, ანუ მთლიანად ბრომის ხდება, მიითვისებს მოკლედ. და ახლა მოდი ვნახოთ თუ ეს მოხდა, თუ ჩაიარა ყველაფერმა ისე რომ ეს მოხდა, მაშინ რა გვექნება შედეგად. ნუ პირველ რიგში გვექნება ბრომი, აქეთ, თავისი ელექტრონებით, თავისი 8-ვე ელექტრონით. და აი აქ 1 ელექტრონიც მივხვდათ. და რადგან აქ ნეიტრალური იყო, ანუ ეს არის ნაწილობრივ უარყოფითი მუხტი, ხო? ანუ თვითონ მოლეკულაში როგორცაა განაწილებული, მაგრამ ბრომი რეალურად აქ 7 ელექტრონითაა ნეიტრალურია. აქ უკვე ექნება უარყოფითი მუხტი, ხო? ეგ უნდა გავითვალისწინოთ. და რაც შეეხება ახლა ამ ნაერთს, ესე იგი მოდი ჯერ გადმოვხატოთ აი ამ ორმაგი ბმის გარდა ყველაფერი, ესე იგი გვაქვს ბმა ნახშირბადთან, აქეთ გვაქვს წყალბადი, აქეთ გვაქვს წყალბადი და დანარჩენი ყველაფერი აქ CH2, CH2, CH
3. ახლა დაუი აქეთ წყალბადი დამოვიწყდა. რაიცა, აქეთაც წყალბადი. ახლა რადგან ამ ნახშირბადმა თავისი ელექტრონი გასცა, ხო? და აქვს ახლა წყალბადს ეგ ელექტრონი. ეგ წყალბადი და ფერსაც იგივენაირად დავხატავ, გვექნება აი აქ დაკავშირებული აი ამ ნახშირბადთან, ხო? ანუ თუ დავკვირდებით აი ამ ბმიდან მარჯვენა ელექტრონი არის აი ამისი, მარცხენა ამისი, ეს ბრჭყალებში რა თქმა უნდა. და მარჯვენა თავისი გადასცა წყალბადს, შესაბამისად აი ეს ელექტრონი ახლა არის აი აქ. ანუ ახლა წყალბადი არის ბმაში აი ამ მარცხენა ნახშირბადთან და მარჯვენა ნახშირბადს აქვს ახლა დადებითი მუხტი. ან შეგვიძლია შევხედოთ ესე ნახშირბადს, რომ თავის გარეშრეზე 4 ელექტრონი ქონდა სავალენტო და ახლა 3 დარჩა. ნუ პრინციპში იგივე ეს თქმა არის. და ახლა მოდი ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები აქედან, რა არის ალბათური რომ მოხდეს. ერთი რაღაცა რასაც მინდა ყურადღება მიაქციოთ არის ის, რომ ეს აი აქ რაც გავაკეთეთ, აუცილებლად კი არ მოხდება, უბრალოდ ერთ-ერთი განვითარება არის შესაძლო და როცა ძალიან დიდი რაოდენობა გაქვს ნაერთების და ერთმანეთთან არიან ერთ სივრცეში, მაშინ რა ვარიანტებიც არის განვითარების, როგორც წესი ყველა მოხდება, ხო? ნუ ზოგი მაღალალბათური, ზოგი დაბალი. მაგრამ ეს არის ერთ-ერთი განვითარება და ახლა ვაგრძელებთ სწორედ მაგას და როგორც ხედავთ, ესე იგი, როგორც ვხედავთ, აქ გვაქვს ახლა თავისუფალი და უარყოფითი მუხტის მქონე ბრომი, აქ გვაქვს ესეთი ნაერთი, წყალბადია დაკავშირებული, ეს ნახშირბადი არის დადებითი, ამას კარბოკატიონი ქვია სხვათა შორის, მე კიდე გავარჩევთ ამას და თუ ისევ სწორად მოხდა დაჯახება სწორი ენერგიით და კუთხით და ასე შემდეგ, ნუ კუთხე ერთ ატომზე როცა საუბრობ ცოტა უცნაურია ზრე პრინციპში, მაგრამ ეგ უფრო მოლეკულაზე არის სწორი. მოკლედ, თუ ყველაფერი სწორად ჩაივლის, მაშინ შანსი არის იმის, რომ ახლა ამ დადებითმა, დადებითი მუხტი რომ აქვს ამ ნახშირბადს, მაგან წაიღოს ეს ელექტრონი. ეხლა ცოტა უცნაურად შეიძლება ჟღერს, იმიტომ რომ ბრომი აშკარად უფრო ელექტროუარყოფითია ვიდრე ნახშირბადი, თუ დაუკვირდებით პერიოდულ სისტემას, მაგრამ საქმე ის არის, რომ ეს ბრომი არ არის ჩვეულებრივი ბრომი, ხო? ერთით მეტი ელექტრონი აქვს, ასე რომ ვერ შეაფასებ უბრალოდ ჩვეულებრივი ნეიტრალური ბრომის მონაცემებით და კონკრეტულად ამ მდგომარეობაში როცა არის, მაშინ ნახშირბადს, რომელიც დადებითი მუხტის მქონე არის, შეუძლია რომ წაართვას ერთი ელექტრონი, რაც რეალურად რას ნიშნავს, რომ ახლა ამას წყვილი აქვს ელექტრონების, ოღონდ ერთ-ერთი ელექტრონი წამოღებული აქვს ბმიდან, ხო? ანუ აი ეგ იყო ბმაში, ეს მწვანე ელექტრონია ეგ ჰქონდა, ეხლა უბრალოდ თავისუფალი წყვილი გააკეთა. და თუ ნახშირბადმა წაიღო ეს ელექტრონი, ისევ ბმად გადააქცევს, რაც ნიშნავს, რომ დაუკავშირდება რეალურად ამ ნახშირბადს, ასე რომ მოდი ისევ გადავხატოთ მთელი ეს სტრუქტურა ხელახლა. ესე იგი, არ დამავიწყდეს, მოდი ცალკე გავაკეთებ აი ამ წყალბადს, რომ ხაზი გაუსვათ, რომ ერთ-ერთი წყალბადი საიდანაა მოსული რეალურად. და აქეთ გვაქვს ნახშირბადი, წყალბადი, ქვემოთ იგივე CH2, CH2, CH3 და ახლა უკვე როგორც ვთქვით, აი ეს ბრომი შეგვიძლია დავუკავშიროთ, აი ესე ნახშირბადს, თავისი ელექტრონებიც მოდი მივუხატოთ და აი ეს არის მე-7 ელექტრონი და აი ეს არის ეგ მწვანე ელექტრონი, ანუ ისევ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უბრალოდ რომ ჩვენ თვისვე რაღაცნაირად აღრიცხვა გავაკეთოთ, რა ხდება, თორემ ეს ელექტრონები ერთ ადგილას არც ერთი არ არის და ვერც გადაწყვეტ, რომ ეს ის ელექტრონია, ელექტრონი და ეს B ელექტრონი. უბრალოდ ჩვენ თვისვე გამარტივება არის ეს აღრიცხვის, ასე ვთქვათ, ამ ყველაფრის. და ეხლა რა გამოვიდა საბოლოოდ? გამოვიდა, რომ აი ასეთი ნივთიერება, ასეთი ნაერთი მივიღეთ, უბრალოდ იმ მექანიზმის მიხედვით, როგორც აღვწერეთ ეს ყველაფერი, ხო? ანუ გქონდა ცალკე ესე წყალბადის ბრომიდი, ცალკე გქონდა პენტ-1-იანი, ან ერთი პენტენი და დავინახეთ ელექტრონების გადაცემა გადმოცემით და რაღაც დაჯახებების შედეგად, როგორ შეიძლება რომ წარმოიქმნას ასეთი ნაერთი, რომელსაც მოდი ბარემ სახელი დავარქვათ. ნუ დაუკვირდეთ, რომ ერთმაგი ბმებია ყველგან მარტივი ბმები, ესე იგი ახლა ალკანთან გვაქვს საქმე. და ნუ გადავნომროთ იმ მხრიდან საიდანაც, ანუ აქ ყველაფერი ნორმაშია, ხო, შემიძლია ეს წყალბადები არც დავხატო პრინციპში. და გადავნომროთ ჯგუფი სადაცაა დაკავშირებული უფრო ახლოს იმ მხრიდან, ანუ მეორე ნახშირბადი გამოდის. ესე იგი ეს იქნება 2 ბრომო, იმიტომ რომ ბრომი არის დაკავშირებული, ბრომო და ბოლოს პენტანი, იმიტომ რომ ალკანთან გვაქვს საქმე.